საღამოშვიდობისა და თქვენთვის კვდილ მშვიდობის, იმიტომ რომ ვიდეოს დავდებ კვდილის ვლოგთან ერთად. ეხლა არის ღამე, ქვიანი 12 საათი და 6 წუთია. ეხლა ვიკეთებ ყავას და მე მაქვს საწოლში გაჩერდები აუცილებლად მაგთის, ესე იგი არც მახტევინებს ფულს, მეთქი ფული ამოიწურა თქო. მე არ ვიცი დღე როდის მაქვს გადასახდელი ხალხო და სულ მეტი შებოდა მე ვიხდი. ხო და მე მეგონა რომ ამოიწურა თანხა. შევდივარ, ანუ არ მახტევინებს ფულს, ანუ დროებით შეუძლებელია თანხის ანუ ეს ამ ოპერაციის შესრულება დროებით შეუძლებელია, სადაც მოგვიანებით დაახლოებით ეგეთ რაღაც მიწა. ხო. თელი საღამო არა. ვიყიდე ინტერნეტი, ერთდღიანი ულიმიტო. ერთ ტელეფონში მაქვს კარტა და იმაში, ანუ 14-ზე. და ისიც აი ესე მუშაობს. და თან არ ზიარდება, ჩულბურს ზიარდება ხოლმე მობილური ინტერნეტი ყოველთვის და ეხლა არ ზიარდება. არ ვიცი, წარმოგიდგენა არ მაქვს რა ჭირს. ხელი გავიჭერი. აი просто გაგეცინებათ რომ გაიგოთ რაზე. ზვალზე. ძროხის არტალა რო ქონდა. ესე იგი დავაჭერი მთელი ხორცები და ჩავყარე წვენში, არ მინდოდა ხორცი და დავტოვე ცოტა რაც რჩება ძვალზე და ცოტა ხრტილი. და იქ მიყვარს ძალიან და აი მაგას ვაჭრი, მარილში ვაწობ, ვჭამ, ვატანიორს, ხაპარია და მე ის მინდოდა აი სახსარი თუ რა არის, იმაში მინდოდა გადაჭრა და რა ვიცი, ჩავარჭე და ანა ეს წამახული აქვს რა ის დაარტყა ცული და ძვალია წამახული და მინდოდა გადახსნა, გადავხსენი ვჭამ და უცებ ხედავ სისხლი უსვიეთ ძვალს. და მაშინ დავხედე ხელიდან მოდის ის ტკივილი არ მიგრძნია ხალხო. ისე ვხრავდი ამ ძვალს. საში გამოაცხადე, მეთქი ძვალს რო დავხრავ, იცოდეთ რომ საშიში ვარ მეთქი და არ მომეკარო თქო რა. და ესე სისხლი ვიდინე ხელიდან, სერიოზულად მაგაი არ ჩანს ხოლმე გაჩვენებს სულ შეხორცდა. აი, просто ნახეთ. და რა გავაკეთე იცით? ავიფარე დავიდეზეთ სალფეტკი. და სადაც ის ხრტილი იყო დარჩენილი, იმის ჩემ გავაგრძელე. გონიათ რომ არ შემაჩერა? არა, რა თქმა უნდა. აი, ასეთი ენინიოცა საქმე ძვალს ეხებ. ცოტა გამხიარულდეთ, გავიცინოთ, მოვყვეთ საკუთარი ასეთი სიტუაციები, თორე ნამეტარი და სერიოზულობა არ არის კაი ამბავი. წყალს დავლებ მეც, აუ, ანდროს, შენ გახარებას, ბარემ ჩემცაც მოუშვიწყარ. მადლობა. ეხლა ფიქრობ, სულ ფიქრობ, როგორ მომიხდება, არა ამზექცებ ჩხილები, არამედ თქვათ ამის ნახევარი და მგონი ძალიან მომიხდება. ძალიან რა შეტავის ხაყავა. ჩემო სამაძაჭიქა სად არის? არ არის, მილემაშ დავიხა. აი, ეს ვალია, დამნაშავე. ყველაფერში დამნაშავე შენახარ. ეს. და იმის გამო ჩვენ გვერდს საჭმელი მაგისტრის
სოფლის ხორცს ჭამდა, რა ვიცი, ჩვენსაც ჭამდა. ეხლა დაიწყო ჭამა, ეს შეერია, წარმოვიდგინე. სუსავსე აქ ის. აი სუსავსე აქ. ეხლა შეუდგა. აქამდე არ ეკეთებოდა, რომ ეგ ეჭამა. თავის კუჭში ადგილი მაგის. წყალი ჩაუხსა. აუეს წრისა უნდა უყიდო დიდი ხალხი ძალიან პატარა და სულ უსხლ და არასდროს თან არ უსხია. აი დღეში არ ვიცი ამდენჯერ უსხა. და მაინც არასდროს არ არის. არ ვიცი რატო. შრება თუ ეს აშრობს. ცოტა ეს ნახტამ ხლობ ჩვენ ვარიგოში. ესეც ისე. და თან ეს ციცამ სიგრძეა აკაჩვენოთ. იმედის გამჭვირვალე არ არის მოკეთეს. აი ეს მოგთა გორგლიეს. არ შეიძლება კაი ისეთი ვაბაზი ისე მომწონს. მაგრამ ესე მაინც არ შემოქმნამდე, იმიტომ რომ მაინც გორგლებას ემოთამოჩი. მოკლედ. წავედი ვიცინებ აბა. ხვალ დილამშვიდობისა ახალ დღეში. მოგესალმებით. ამახსენეთ თუ თავი დავიბანა. რა გინდა? ნახმიგინდა ბახა. ჩაუ ბახა, სუნდარი ხალხნო. დედა თოკო მამოჭამა შავი. ჭამა. ოღონდ რა მოვიღოთ, აქ ამას ვერ დაგიდებ, თლიან. დედა პატარა ყოდი. აი ამაში ამოვიღებ. სადარი პატარა ყოდი, არა, მინდა პატარა ყოდი. დაიჭირა? მე მიყვარ პატარა. მე ეს კოკომ შეჭამა, ხო? რა ფერი გინდა? ეს თუ ეს? თუ ყველა? თეთრი მინდა. თეთრი გინდა? დაიძიე ცოტა. გიყვარს თეთრი? დედა, თუ ეტანა. ცუცუთი? სუპერი ვიკოდი. დედა, help you. What's up? მე ხმარები პოცა. დედა, what's that? თეთრი? აჰა, ეხლა ცოტა ხანი გადნეს და აცადე. და მერე მიიწვი. ოკეი? იგი წავიღებ. დიახ, მე თვითონ. დედა, come on, გაიგოს. გავიგოთ? მე მიყვარ თეთრი ნიაკი. წავიდეთ ახლა გამოვიდანო ბრინჯი. არ ვიცი ამაში რამდენად ჩაეტევა, მაგრამ
ლურჯი არ ვიყავს. მაგრამ იცით რა მომენატრა? ამ ბოლო დროს რამდენჯერმე ვისურვე, ჩირებით გაკეთებული. მე ვაკეთებ ძალიან კარგს გემრიელს, აი არაფერი არ აყლია ეგეც და ერთხელ მინდა რომ გავაკეთო ეგ. ჩემი მომზადებული. არც მახსოვს, ალბათ მესამეზე იქნება, გამიკეთებია. არ ვიცი, კვირი არ მინდა ვთქვა, მაგრამ დიდი ხანია ეს დამსამახო სამწელია. არ გამიკეთებია. ნახოთ რა მინდა რომ გავაკეთო. ეს მინდა რომ მარტო წყალში კი არა, ცოტა ბულიონშიც მოვხარშო. აქ მაქვს ხორცი და ბულიონი. ეს ჩაჟელებებულა უყურეთ ასში. გაშვენებს ახლა მოიცადე. ამაში გადმოვდოთ ხორცი. დიახ, მოვიდა. ეს არის ხბო და აი ბევრი ხორცები აქვს, აი ბევრი გავაცვლი და იმენა გაიხსება, რასაც ქვია. აი ასე, ამდო იცით რა არის? ამას ხო დანა და ეს და ცოტა ის არის. რა ქვია, ისინი ექნება შეკ და უნდა გადავწურო ეს ბულიონი, ხანახით რას გავაკეთებ, ჩაჟელებებულია. ამიტომ აი ამას ახლა იმას ვიზავ. ჩავხავ. რომ ეს ბულიონს ამსკავსოს და მე გადავწურა. ხო. და ესე გავაკეთებ. აი იმ ყოფში გავაკეთებ, გადავწურავ საცერზე. რო გავხובה. და აი ამას კიდე ხორცებს დავაცლი. ეს ნახეთ, სულ ხორცებია. აი ეს. ნუ აქ საკმარისად მოკლედ გავაცლი ხელით. ამასაც გავაცვლობ. და იმას ვიზავ. დავამატებ. მოვშუშავ სტაფილოს, ნიორს, ხალხს მე მგონი ფოლოს არ უმატებენ. სტაფილოს და ნიორს მოვშუშავ, მაგ ხორცთან ერთად და ბრინჯი რომ მოიხარშება, ჩავამატებ. ნუ ვიცი, ახლა ის ფლოვი არ არის, რაც უნდა იყოს, მაგრამ თავს არც დებს ეს ფლოვი იმ ფლოვობაზე. ეს არის ჩემი იმპროვიზაცია. გოგრა რამდენი ხანია გვაქვს და რავი, აბა რა იქნება, არ ვიცი, ნახოთ. ბულიონს აღარ არის ჟელე, ამიტომ გადავწურებ. ამას კიდე გავრეცხ. ბაი. აი ესე და დანარჩენს დავამატებ. ახლა იმედეთ. დანარჩენს დავამატებ წყალს. ნუ მე სავარაუდოდ შევაკიდება კიდეს ჩამატება, მაგრამ არა უშავს და დავსკავ ამას მოსახარშად, იმიტომ რომ ყველაზე ხანგრძლივი პროცესი აქ იქნება. ბრინჯის მოხარშება. და ჩავთოთ ცეცხლი. всё, თუ არ უხდება, თავზე მე დავაფარე. ევას ხინკალი. ცივია. ჯერ
ჩაგდო, იქ არ ჩამიგდო, აქ დადე, აქ დამიდე. წყალს ვადუღებ ჯერ. ცივია, ხო? აი, ეს ესეთ ამბავშია. ამას ვაშრობ. ჩავთე გაზი. ეხლა აი ავადუღებ, იქ ვადუღებ ჩაიდანში წყალს, ჩავასხავ პატარაში და აი აქ მოგიხარშავ. მოგიხარშავ ეხლავე ხინკალს. ხინკალს ეძახის ამას პატარას. ეხლავე აი ადუღდეს წყალი და დუღდება ნახე. აი. ნაყინჯამე. აი. გამოიძი პისო. ნახეთ. ვაუ! ნელა არ შეგესხას სახე. ვაუ! მარილი. და კოჩა. კოჩა, ევა, კოჩა. სტრილა ჩაგდე, არ შეგესხა წყალი. კოჩა. თან თავი გაუნდა. ეს კაშა. ევას არ უნდა ნიორი, ხო დედა? წარეა, ხო, ევას არ უნდა ნიორი. ცეცხლნელი დადგა. ფანტასტიკური. ამასაც არ ჭამდნენ. არ უყვართ ამათქენა, ხორცი. როგორც მე. ასე უფრო შედამენ ალბათ, რომ ნახოთ და ხორცი უფრო შედამენ ამათ ყოველთვის ესე რაღაცას გავუკეთებ და აღარ იმასვიდა. და მთავარი ფლავის საკმარგი. ეს ადრე თავისად გონოს. ნუ აი ესეთი გამოვიდა. ეს ფლავის საკმარზე აძლევს აი მენაშილა ფლავის გემოს. და ნუ მოუნდა ხორციც უხდება. და ერთი ამდენი ხორცი არტალისგან კიდე მაქვს და ვაპირებ რომ იმისგან გავაკეთო კიდე მაკარონი. აი ასე. ძალიან ნუ ვერ გამოიყურება დიდებულად, მაგრამ გემოზე ძალიან კარგია. და მგონია რომ ჩემშვილებს მოეწონებათ ხორცის ნახეთ საკმაოდ აქვს აი. ცოტა არა აქ ნახეთ. აჰა, აბა ხალხო, ეხლა ნახეთ რა მაინტერესებს. მაინტერესებს
თუ გამოვა აერო გრილში მჭადი ცხიმის გარეშე. ზოგი აცხოვს, მაგრამ ჩემს იმას გრილს ჩემ გრილს არ აქვს და მარინა გახსე ჩართავდი მოიცა აბა დამაცადე ერთი წუთი ხო ხედავ ხელი ცომიანი მაქვს აი ასე სილიკონი დაუფინე ქვეშ თუ გახმება გახმეს რა ვქნა აი მეშინია რომ ისეთი ხმელი იქნება რომ ვერაფრით ვეღარ შევჭა თუმცა თუ გამოვა მე რომ მინდა ის მაშინ ეს უფრო მომეწონება ანუ თუ კანი ექნება დაბრაწული და გულში იქნება კარგი ანუ რავი ზანზე იქნება აი სამი ცალი კარგად ეტევა და აბა ვნახოთ 180 გრადუსზე უნდა 25 წუთიო თუმცა ეგ არ ვიცი გაჩნია უმეოს და რაღაც ამიტომ უბრალოდ 180 გრადუსზე და ვნახოთ რა ზრდა შეჭდება და რა გამოვა აჰა იყოს 15 წუთი და თუ არ იყო და მე დავამატებ კიდე. ასე. აი ნახეთ, ასეთი გამოვიდა. აი ბოთლი. უი, აღარ არის? ასე. ხო. აი. აბა ნახოთ გულში როგორია. აჰა, ხალხო, ეხლა რომ გამოვიღეთ ჭადები, მაშინ ხა გამახსენდა რომ ყველი არ მაქვს. მე ჩაჭკალს. აჰა, აბა, ცოტა გავსინჯოთ. მაინტერესებს როგორია. ეს ის ნახე. ქვემოდან ნახატია ის სილიკონი, რაზეც მე და. აბა. ასეთ ქვა არ უნდა იყოს. მონახოთ. მონახოთ როგორ. გარედან კი ახმელი. შავ. მე დღეიდან ასე ვწვავ და მე მიყვარს ეს დაბალწულია. ვაუ, და ამდენზეც იწოვს ხმელ. აუ, просто გაცივდება არ შეიძლება ძალიან გავხავდეს. ახლა ძალიან მომწონს და მე რა ვიცი. თავისუფლად ძალიან თავისუფლი აქვს. ჭადის. არ მოველოდი. ასეც.